ენდოპროთეზირება. საკმაოდ ხშირი ოპერაცია არის. კეთდება როგორც სხვადასხვა შემთხვევებში ტრავმების დროს, ასევე როდესაც პაციენტს აქვს პრობლემა დაავადება კოქსართროზი. კოქსართროზი იგივე მენჯბარძაყის სახსრის პათოლოგია მძიმე რევმატიული დაავადებაა, რომელიც უმთავრესად 40 წელს გადაცილებულ ქალებს ემართებათ. დაავადება ჯერ მენჯბარძაყის სახსრის მონაცვლეობით, ხოლო შემდგომ ინტენსიური ტკივილით მიმდინარეობს. კოქსართროზი ქრონიკული ხასიათისაა და არც თუ იშვიათად დროებითი შრომის უნარიანობის დაქვეითების და უყურადღებობის შემთხვევაში ადრეული ინვალიდობის მიზეზით შეიძლება გახდეს. სათხეისოდ კოქსართროზის ოპერაციული მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია მენჯბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება. ენდოპროთეზირების დროს დაზიანებული სახსრის ენდოპროთეზით შეცვლა ხდება. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ორგანიზმი განიცდის განახლებას, მაგრამ ასაკთან ერთად, რაც მოძრაობაში ხო იცვითება, ეს ხრტილების ცვეთა მიმდინარეობს, მაგრამ ასაკში უკვე რეგენერაციის უნარი ქვეითდება და ამიტომ ხდება ხრტილის ასე რომ ვთქვათ, განლევა, რის შედეგადაც ეს ცვლები ეხახუნება ერთმანეთს, რაც იწვევს ირგვლივ შემდგომში ოსტეოფიტების წარმოშობას და პროგრესირებს დაავადება იმატებს ტკივილიდან. სანამ ეს ბლოკი მექანიკური არ გამოიცვლება, მანამ მკურნალობა კონსერვატიულად შეიძლება მხოლოდ გამაყუჩებლები, ცურვა, რეჟიმი, მაგრამ რაღაც პერიოდში დგება ის მომენტი, როდესაც პაციენტი ამბობს, რომ მე არ შემიძლია ასე გაძლება, უნდა რაღაც მეშვეობას გავიკეთო ოპერაცია. ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში მენჯბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება ერთ-ერთ პაციენტს ორთოპედ ტრავმატოლოგმა ბერიკა ჯაჯანიძემ ჩაუტარა. პაციენტს მოეხსნა ტკივილები, აღუდგა მოძრაობის უნარი და ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გააუმჯობესდა. გაკეთდა ოსტეოტომია, გადაიკვეთა ბარძაყის ყელი, დამუშავდა ფოსო, ჩადმული არის ფოსოს ცემენტიანი კომპონენტი, ტკივილების მიზეზი აღარ არსებობს. როგორც ორთოპედ ტრავმატოლოგი ბერიკა ჯაჯანიძე ამბობს, პაციენტს ახალი სახსარი დიდხანს და უპრობლემოდ მოემსახურება.